გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს 2026 წლის 28 აპრილია. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული ძნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. დღევანდელ გადაცემაში გვექნება საუბარი ძირითადად ფეხბურთზე. პირველი რითმით ჩვენ დავიწყეთ იქნება ის საინტერესო ისტორია და აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულია თემურ ქეძბაიას თბილისის დინამოს მთავარწნელად დანიშნით. აჟიოტაჟი არა მარტო საქართველოში, არამედ დიდი ინტერესი უცხოეთშიც და ბევრ საინტერესო ინფორმაციას გეტყვით ამ თემის ირგვლივ, მათ შორის ექსკლუზიურ ინფორმაციებს და ჩვენი გადაცემის სტუმარი არის გერმანიაში მცხოვრები ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი მელორ ბეგვავა. დიდი მადლობა ბატონო მელორო, რომ მობრძანდით გადაცემაში. 27 აპრილს საღამოს გვიან ჩამოვიდა გერმანიიდან თბილისში, რამდენიმე დღით ქონდა მიმოწერა და ვისარგებლეთ ამ შემთხვევით, რომ ჩამოდიოდა თავის პირად საქმეებზე, წინასწარ შევათანხმეთ დრო და დღეს მოვიდა გადაცემაში. მელორ ბეგვავა არის საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი, ვინც სტაჟიანი გულშემატკივრია, ვინც არის ის, ვინ არის, შეგიძლიათ დაგუგლოთ, გამოაგდეთ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას. ზუგდიდში დაბადებული გაზრდილი, თამაშობდა ზუგდიდის დინამოში, ზუგდიდის ოდიშის შემდეგ, თბილისის დინამოში, ქუთაისის ტორპედოში, ბათუმის დინამოში, სოხუმის ხუმში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშები 90, 91 და 93 წლებში 3 მატჩი, როგორც მე მახსოვს, 3 მატჩი, 93 წლიდან დღემდე, 94 წლიდან დღემდე ცხოვრობს გერმანიაში, იქაც თამაშობდა გერმანიაში, აგრძელებდა კარიერას, ბუნდესლიგა 3, გერმანიის მესამე ლიგაში, მეოთხე ლიგაში და 45 წლამდე თამაშობდა ფეხბურთს, იყო მერე მოთამაშე მწნელი, სულ ფეხბურთშია და როცა უკვე გადავცემ მას სიტყვას, უფრო დეტალურად ვისაუბრებთ და გადაცემის ბოლოს რამდენიმე წუთს დაუთმობთ იმ საინტერესო და უნიკალურ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 2 ივნისს ბათუმში, სადაც გაიმართება საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ახლა კი გადაცემას დავიწყებთ იმ აჟიოტაჟით, რომელიც გამოწვეული იყო თემურ ქეძბაიას, ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელის და წარმატებული მწნელის დანიშნით თბილისის დინამოს მთავარწნელად. იცით, რომ 23-24 აპრილს გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია. 24 აპრილს გაიმართა პირველი პრესკონფერენცია, გაიმართა თემურ ქეძბაიას პირველი პრესკონფერენცია ამ რანგში, თბილისის დინამოს მთავარი წნელის რანგში. პრესკონფერენციას ესწრებოდა აგრეთვე ბატონი ზაზა დოლიძე, რომელიც არის თბილისის დინამოს გენერალური დირექტორი და პრესატაში ირაკლი ბუხალი. გეტყვით, ვიცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ. თემურ ქეძბაია დაიბადა და გაიზარდა გალში, ის ახლა 58 წლისაა, დაიბადა, გაიზარდა გალში. თამაშობდა ჯერ გალის გუნდში, მერე ბავშვთა გუნდში, მერე თბილისში სპორტინდენაში და 1986 წელს სოხუმის დინამოში, 87 წლიდან 91 წლის ჩათვლით 5 სეზონი თამაშა თბილისის დინამოში. გუნდში, რომელიც 90 წლამდე გამოდიოდა საკავშირის უმაღლეს ლიგაში, 90-91 სხვა სახელწოდებით იბერია იყო საქართველოს უმაღლეს ლიგაში. 92 წლიდან თემური იყო უცხოეთში, კვიპროსის, საბერძნეთის, ინგლისის, შოტლანდიის, მერე კვლავ კვიპროსის გუნდებში 2006 წელს დაამთავრა კარიერა როგორც ფეხბურთელის და შემდეგ თითქმის 20 წელია მუშაობს ძნელად. კვიპროსის გუნდებში მუშაობდა, სხვათა შორის მან გაიყვანა ის გუნდი ანორთოსის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2008 წელს და იმ დროს ის აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ევროპაში. 2009 წლიდან თემურ ქეძბაია იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარწნელი 2014 წლის ჩათვლით. 2000 მერე დაბრუნდა კვიპროსში, სადაც ცხოვრობს მისი მეუღლე და მისი ქალიშვილი. 2022-23 წლებში იყო კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარწნელი და სულ რამდენიმე დღის წინ გასულ კვირას
ოფიციალურად გამოცხადდა ის, რომ ის გახდა თბილისის დინამოს მთავარი წვნელი. მე ვესწრებოდი ამ პრესკონფერენციას 24 აპრილს, რომელიც გაიმართა და ახლა მინდა ვთხოვო გადაცემის პროდიუსერს ჩართოს პირველი ვიდეობლოგი, სადაც ჩემ კითხვაზე ძალიან დეტალურად უპასუხა, თემურ ქეზბაიამ. როდის დაიწყო საუბარი კლუბის პრეზიდენტთან თქვენ ამ პოზიციაზე დინამოში მოსვლის? მე ვიცი სხვადასხვა წყაროებიდან, კულისებიდან და კოსმოსიდანაც, რომ რამდენიმე წინ შეხვდით მაგალითად ფიდიას, იყო საუბრები, მაგრამ ალბათ იყო შეთანხმებები, რა ამოცანები დაგისახათ კლუბის პრეზიდენტმა ამ წელს, მომავალ წელს, როგორც გავიგეთ კონტრაქტი 28 წლის ბოლომდე, ხო, ნამდვილად ასეა. ახლა დეტალებს არ გეკითხებით, მაგრამ მინიმუმი მაინც რომ გვითხრათ ამ თემაზე, როდის დაიწყო, როგორ მოხდა და რა ამოცანებია გაქვთ თქვენ დასაწყისად? ნუ, პრინციპში დღესაც დაწყებულა ეს ლაპარაკი, ჩვენ შევხვდით, მაშინ თბილისის დინამო იყო, პატარები იყვნენ ჩამოსულები სათამაშოდ კიბზე და იქ ქონდა შეხვედრა. მადლობა თომაპეპიასო, გუნდის პრეზიდენტს, რომ მეც მაჩუკა საუბილეო ქვემას მაისური, ჩემთვის ძალიან დიდი პატივიც ამა და ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია ამან. წამოვიდინეთ, რომ თბილისის დინამო გახდა 100 წლის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია გუნდისთვის, ქვეყნისთვის, ყველასთვის, ვინც კი თბილისის დინამოს გულშემატკივარია. იქ ქონდა ლაპარაკი, მაგრამ მაშინ მე პრინციპში კიბზე მუშაობდი. მანამდე ბევრჯერ შეხვედრილა და ბევრჯერ გვილაპარაკია, მაგრამ თვითონ გუნდის პრეზიდენტი არ იყო იმისთვის მზად, რომ ის, რასაც მე ვითხოვ როგორ მწვრთნელი და მე კი არ ვითხოვ, ის რასაც ქართველი გულშემატკივარი ითხოვს, ის რასაც თბილისის დინამოს გულშემატკივარი ითხოვს, ამის მზადყოფნა არ იყო მაშინ. ეხლა ქონდა ლაპარაკი, რაც პოზიტიური ლაპარაკი იყო გუნდის პრეზიდენტთან. იმედი მაქვს მე და თვითონაც აქვს იმის იმედი, რომ ის ყველანაირი პირობები შეგვიქმნის იმისათვის, რომ თბილისის დინამო დაუბრუნდეს წარმატებებს, იმიტომ რომ ეს არავისთვის სასიხარულო არ არის, რომ თბილისის დინამო ამ სიტუაციაში არის, იმიტომ გახდა ჩვენი ისა სამწლიანი კონტრაქტი, რომ ამ 3 წლის განმავლობაში დავაყენოთ ის გუნდი, რომელიც მართლა უკვე გახდება ის გუნდი, რომელიც თბილისის დინამოს გულშემატკივრებს გაახარებს. შევძლებთ იმის თქმას, რომ გვყავს ისეთი გუნდი, რომელიც მართლა ევროტურნირებზე იგზავნებს იმისათვის, რომ ქვეჯგუფში მოხვდეს. სამწუხაროდ ეს სიტუაცია დღეს არ არის, მაგრამ ამის იმედი გვაქვს და ყველა წინა პირობა არის იმისი, რომ ამის გაკეთება შეიძლება. ნუ ეხლა შეპირება მე არასდროს არ მიყვარდა, არასდროს არ გავაკეთებ იმას, ვიტყვი რომ რა იქნება 1 წლის და 3 წლის მერე, მაგრამ ჩვენ 3 წლიანი კონტრაქტი მოვაწერეთ, რომ ქონოდა დრო, იმის დრო, რომ ეს გავეკეთებინა. თუ შევძლებთ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ არა და ალბათ უკვე სხვა იზამს ამ საქმეს. დიდი მადლობა. ეს იყო თემურ ქეზბაიას პასუხი, მიაქციეთ მეორე ყურადღება, ძალიან კონკრეტულად, ძალიან ბევრის მეტყველი პასუხი იყო, ახსნა იუმორის გზნობით ესეც ყველაფერი, მაგრამ ფაქტებით რეალურად და ძალიან ადეკვატური პასუხი იყო, მე ასე ვიტყოდი. ეს მადლობა უნდა მივუთხრა საინფორმაციო სპორტულ გვერდს Newsmakers, რომელმაც დადო ეს მთლიანი პრესკონფერენცია. ეს ძალიან კარგია კითხვა-პასუხის რეჟიმში, იმიტომ რომ ზოგჯერ ახლა კოლეგებს არ მინდა ვაწყენინო, მაგრამ თუ მარტო პასუხია მწვრთნელის ან ფეხბურთელის, ის არ ჩანს სურათი, ვინ რას ეკითხება და როგორ პასუხობს. ხო, ეგ სრულფასოვნად იყო და მეორე მომენტი პრესკონფერენციიდან ისიც ჩემი კითხვა არის. ეხებოდა თორნიკე კვარაცხელიას, იცით, ეს არის ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა.
ბატონ ბადრი კვარაცხელიას ვეტერან ფეხბურთელს სამი ბიჭი ყავს, უფროსი რომელიც იყო ფეხბურთში, მე მეატოვა, ხვიჩა, შუა და მე თორნიკე 16 წლის არის, თორნიკე კვარაცხელი, რომელიც თამაშობს თბილისის დინამოს აკადემიაში, 17 წლამდელი, 19 წლამდელები გუნდში, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში 16 წლამდელების და დავამატება აქვე რომ ესე იგი ხვიჩას ბაბუა, ბადრის მამა მამია კვარაცხელი ისის ფეხბურთელი იყო 50-იან წლებში, ვეტერანებს ახსოვთ, წალინჯიხაში სატვირთო მანქანებით დადიოდნენ მატჩებზე, იმ დროს არ იყო მდენი საშუალება. ხვიჩას მამა ბადრი კვარაცხელი იცი წარმატებული ფეხბურთელი საქართველოში, აზერბაიჯანში და ასე შემდეგ და ხვიჩას უმცროსი ძმა თორნიკე, რომელიც ძალიან ოსტატურად ვიტყოდი ასე ძალიან ლამაზად თამაშობს თავის ასაკობრივ ნაკრებში და თბილისის დინამოს ახლა უკვე 19 წელდა გუნდში და ჩემი კითხვა იყო ბატონ თემურისთვის თქვენ როგორ უყურებთ ამას და თუ შეიძლება კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩავრთოთ ეს მეორე ბლოკი. ბოდიში თქვენ ბატონ თემურობად ეს ნადრევია საუბარი ვის მოიწვევთ გუნდში რა გეგმები გაყავთ შიგნით განიხილეთ, მაგრამ თორნიკე კვარაცხელიას როგორ უყურებთ თქვენ, აგვირდებით ყველა ფეხბურთელს, ვიცი უკვე შევეცხოვრობთ დეტალურად ჰქონდათ ინფორმაცია საქართველოს ჩემპიონატზე, ასაკობრივი ნაკრებების წევრზე, თორნიკეზე მისი პერსპექტივით დინამოს ძირითად გუნდში ერთ-ერთი პოზიციაზე როგორ უყურებთ, ნაადრევია თუ შეიძლება უკვე ვიფიქროთ იმაზე რომ იყოს არა არის ნაადრევი არაფერი რა ჩვენ გქონდა მაგაზე ლაპარაკი და იმედია რომ ნუ პრინციპში ახლა ჩვენ რა 2 დღეა მე გუნდში ვარ ჯერ კიდევ ყველაფერს ვერ იმას შვები რა ქვია იმას ამ 2 დღის განმავლობაში ყველაფერი ვერ იმას შეგენიმა და ვექნება მაგის დრო და ყველა იმ ნიჭიერ და ახალგაზრდა ფეხბურთელს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ამ ნიჭის არის. ნუ რა თქმა უნდა ახლა 10 წლის ბავშვი ვერ მოიყვანს, მაგრამ უკვე 16-17 წლის ბავშვი უკვე მზად არის იმისათვის, რომ პირველ გუნდში შეიძლება ვერ ითამაშოს, მაგრამ ნუ ივარჯიშოს და თანაც ახლა როცა თუ ვიღაცა ნიჭიერია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მისი ოსტატობა უფრო მეტად გაიზარდოს. და რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენ მაგალითები ახალგაზრდა ბიჭები არიან, იგივე სალიაც ახალგაზრდა ბიჭმა დაიწყო თამაში და ამხელა დონის გუნდში წავიდა, იმიტომ დაიმსახურა და იმედია რომ ისიც იქ კაი სახეს მოუტანს ქართულ ფეხბურთელებს და ნუ როგორც ხვიჩა კვარაცხელია და დანარჩენი ბიჭები არიან სავაგარეთ და კარგად თამაშობენ, დაინტერესება ძალიან დიდი არის. ჩვენი მხრიდანაც რა თქმა უნდა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებით, მაგრამ თვითონ უცხოელების დიდი ის არის, რა ქვია იმას, რომ აუ კარგად გაიცნონ საქართველოს ფეხბურთი და დაინტერესდნენ ქართული ფეხბურთელებით. რა ეს კარგია ჩემპიონატისთვის, კარგია ნაკრებისთვის, რაც უფრო მეტი კაი ფეხბურთელი გვეყოლება, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ნაკრები და ეს ყველასთვის კარგია. დიდი მადლობა, ეს იყო თემურ ქეზბაიას პასუხი ჩემი შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა თორნიკე კვარაცხელიას. დღეს 2026 წლის 28 აპრილია, 4 დღე გავიდა იმ პრესკონფერენციიდან, დღეს უკვე გამოქვეყნდა ოფიციალურად ინფორმაცია, ისიც, რომ თორნიკე კვარაცხელიამ ივარჯიშა თბილისის დინამოს დიდ გუნდთან ერთად. როგორც ბატონმა თემურმა თქვა, რასაკვირველია, შეიძლება უცბად არაბა თამაშო, მაგრამ ვარჯიში ეს ერთ-ერთი ეტაპია გუნდში შეწყობის და გუნდში მოსვლის, ხო და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს თვეებში არა მარტო თორნიკე, არამედ სხვა ნიჭიერი ბიჭები, ვინც არიან დინამოს აკადემიაში, დინამოს ასაკობრივ ნაკრებებში, გუნდებში, ისინი მიიღებენ საშუალებას ითამაშონ თბილისის დინამოს ძირითად გუნდში და პლუს ვიცით რომ ზაფხულში სატრანსფერო სეზონია და როგორც მე ვიცი, რამდენიმე ახალი ფეხბურთელის მოყვანას გეგმას თბილისის დინამო, ეს კულისებიდან მიღებული ინფორმაცია, ახლა გვარებს ვერ ვიტყვით რომ ჯერ მიდის მუშაობა ამ თემაზე და რასაკვირველია, როგორც ბატონმა თემურმა თქვა, ქეცბაიამ მიდის მუშაობა რომ გაძლიერდეს თბილისის დინამო, ჩემპიონატში საჩვენოს უფრო მაღალი შედეგები ვიდრე წინა წლებში და ევროპის საგლუბო ტურნირებზე ნახეთ მიაქციეთ ყურადღება ბატონმა თემურმა მადლობა გადაუხადა კლუბის პრეზიდენტს რომან ფიფიას ის არა მარტო მაისურის გამო, არამედ რომ შედგა ეს ხელშეკრულება, შედგა მისი მოყვანა და ახალი გეგმების დასახვა.
ახლა ზუსტად ამ თემით შეიძლება მარტივად გადავიდეთ ბატონ მელორ ბიგვავასთან. ჩვენი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი გადაცემის სტუმარი არის გერმანიაში ცხოვრები მელორ ბიგვავა. სტაჟიანმა გულშემატკივრებმა იციან, ვინ იყო მელორ ბიგვავა. 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში საკმაოდ კარგად ოსტატურად თამაშობდა საქართველოს კლუბებში. მელორ ბიგვავა დაიბადა ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონის ისტორიულ სოფელ დარჩელში. იქვე ზუგდიდში დაიწყო თამაში ფეხბურთის. მე იტყვის თვითონ, მე აღმოჩნდა ჯარში, 2 წელი ფაქტიურად გამოტოვა, დააბრუნდა ზუგდიდში, იყო ზუგდიდის დინამოში. მე აღმოჩნდა მოიწვიეს თბილისის დინამოში. 86-87 წელი, თითქმის 2 წელიწადზე მეტი, წელიწად ნახევარი თამაშობდა თბილისის დინამოში, დუბლებში და ძირითადშიც. მერე იყო ქუთაისის ტორპედო ნახევარ სეზონი, 2 სეზონი იყო ბათუმის დინამო, რომელიც თამაშობდა საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგაში და პირველ ლიგაში, ბოდიში, პირველ ლიგაში უკვე პირველ ლიგაში თამაშობდა და 90 წელს, როცა ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, თამაშობდა მშობლიურ ზუგდიდის კლუბ ოდიშში, ოთარგაბელი იყო მთავარწნელი, 90, 91, 92 წლის მაისამდე იყო ზუგდიდის ოდიშის ფეხბურთელი და 92 ზაფხულში მიიწვიეს სოხუმის გუნდ ცხუმში კლუბის პრეზიდენტის გურამ გავისკერიას მოწვევით იმ კლუბში რომელიც იყო საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და რამდენიმე თამაში მოასწრო იქ და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მელორ ბიგვავა თამაშობდა იყო საქართველოს ნაკრების წევრი 90-ში 91-ში თუ როდესაც იყო ეს პირველი მატჩი ლიეტუვასთან ამხანაგური, შემდეგ მოლდოვასთან გასვლა და მე 93-ში აზერბაიჯანთან 3 თამაში აქვს ნათამაშები და 94 წლიდან მელორ ბიგვავა ზუგდიდელი კაცი ვეტერანი ფეხბურთელი ცხოვრობს გერმანიაში. დაახლოებით რამდენი წელი 12 წელი თუ 2005 წლამდე თამაშობდი თუ 7 წლამდე 2094-დან 2007 წლამდე 8 წლამდე თამაშობდი 94-დან 2012 წელს გავიტანე ბოლო გოლი. ხო, გერმანიის კლუბებში, მესამე ლიგის გუნდებში, მეოთხე ლიგის და რამდენი წლის იყავით რომ მიატოვეთ კარიერა როგორც ფეხბურთელის 58-ის მწვრთნელი ვიყავი და არა ერთი წამით 63-ში ხარ დაბადებული 55 წლის ასაკში მიატოვეთ თამაში თუ არა თამაში არ მიმეტოვებია ოფიციალურად 45-მდე თამაშობდი მე ვიყავი მოთამაშე მწვრთნელი ხო და გიწევდა თამაშიც მაგრამ მიწევდა მაინც თამაში კიდევ რამდენიმე წელიწადი ხო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ 27 აპრილს გუშინ საღამოს ჩამოვიდა გერმანიიდან თბილისში თავის საქმეებზე და ზუსტად აი მოტივით ახლა გადავალთ. სანამ გადავალთ იმაზე, როგორ გახდით ფეხბურთელი, როგორ აღმოჩნდით თბილისის დინამოში, როგორ აღმოჩნდით სოხუმში, გერმანიაში და ასე შემდეგ. რადგანაც ქეზბაიაზე იყო საუბარი, მე მახსოვს რომ თქვენ ნახევარ სეზონი 87-ში ერთად იყავით თემურ ქეზბაიასთან. თქვენ უკვე ერთი სეზონი ნათამაშები გქონდათ 86-ში თბილისის დინამოში, თასი და ჩემპიონატი რამდენიმე მატჩი და ძირითადში და პლუს 87-ში გამოჩნდა თემურ ქეძბაია. ერთ გუნდში იყავით ნახევარწელი მგონი, ხო? როგორ გახსოვთ ის პერიოდი, ვიცი რომ გუშინაც 27 აპრილს შეხვდით შემთხვევით ქეძბაიას, მაგრამ ის თქვენი ურთიერთობა დაიწყო 87-ში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის. თემურ ქეძბაიას გუშინ შემთხვევით შეხვდი აეროპორტში. თბილისის აეროპორტში, შემთხვევით მე გერმანიიდან ჩამოვბრინდი, თვითონ კვიპროსიდან ჩამოვბრინდა და სოსო ჭედიადასთან ერთად. სოსო იქნება მისი თანაშემწე ერთ-ერთი თამაშემწე. და ძალიან გამიხარდა ჯერ ერთი იქ ვიყავი მაშინ გერმანიაში, როცა დანიშნეს თემური მწვრთნელად, ის პირველი გამარჯვებას ნახე, უყურე. კი, წყალტუბოსთან. ხო და ძალიან გამიხარდა რომ აი ეს გადაწყვეტილება მიიღო რომ მაინც თბილისის დინამო რომ აი ამ მდგომარეობაში არის ამ დროებით და ბოლო წლებში რომ არ არის ისეთ მაინც და მაინც
იმედია და ვუსურვებ წარმატებებს შემთხვევით შევხვდი გუშინ დიდი ხნის უნდა გაიხსენეთ 87 წელი ალბათ 6-ით 5-ით თამაშობდით ერთად კი ერთად ვიყავით ერთად გვიწევდა ვარჯიში ერთად მივირთმევდით საჭმელზე რავი ერთად ცხოვრობდით შეკრებებზე ერთად მაგრამ თქვენ გახსოვთ 90-ში ქეცბაია მაგრად ითამაშა სოხუმის დინამოში მეორე ლიგა საკვაშირი ჩემპიონატის იქ უკვე გამოჩნდა რომ ის მაგარი ფეხბურთელის ქეცბა რომ მოიყვანეს უკვე ეტყობოდა იმას რომ ფეხბურთის დიდ ფეხბურთს რო ითამაშებდა და გააკიდებას დაამტკიცა და გააკეთა ყველაფერი საქართველოს ფეხბურთში დიდი სახელი დატოვა ხო იქ წავიდა რომ კიდე დაამატებს ახლა როგორც მწვრთნელი დიდ სახელს საქართველოში იმ დროს წარდგენა რომ იყო იქ გამომჩა რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 45 თამაში თამაშა 15 გოლი უამრავი საგოლე პასი და აი იბრძოდა ბოლო წუთამდე არ არსებობს მატჩი ქეცბაიას მიერ ჩატარებული ეროვნულ ნაკრებში როგორც ფეხბურთელის სადაც ის ბოლომდე არ ეხარჯებოდა როგორც ცნელი როცა იყო მცნელი 2009-11 წლებში იქ იყო კრიტიკა იყო შედეგებიც არ იყო სხვა დონე ფეხბურთელები იყო ისეთი შემადგენლობა არ იყო როგორც ახლა არის მაგრამ ყველაფერი ხდება ხო ფეხბურთში და თქვენ გამოთქვათ იმას რომ თბილისის დინამო ქეცბაიას თავარი ცნელის პოზიციაზე უფრო კარგ შედეგებს დადებს ვიდრე წინა წლებში ამაზე უკვე ზედმეტია რომ არ ეს ერთი რწმენა რო არ კონდეს დარწმუნებული ვარ ესე იქნება ხო ახლა თვითონაც თქვა პრესკონფერენციაზე რომ 28 წლის ბოლომდე მაქსო კონტრაქტი მაგრამ თუ ერთ-ორ წელიწადში რაღაცა წინსვლა არ იქნება ბოლომდე არ ვიქნებიო ეს დაწავალო თუ შედეგი ვერ დავდეო თვითონ წავალო თვითონ ის კი არა რომ ვიღაცა ეთქვის წადი ეს შედეგი არ არის თუ ვერ დავდეო ხო უცბად ვერ დადებ შედეგს 2-3 თვეში გამორიცხულია უცბად დადო მაგრამ მე უნდა გაგზელება პირველი თამაში მოიგო კი გასაგებია ახლა დაგიბრუნდეთ თქვენ მელორ განაცვალე ეს უნიკალური შემთხვევა იმ კუთხით რომ ზუგდიდში დაიწყეთ ფეხბურთის თამაში 63-იანი ხართ 1960 წელს პირველი მცნელები გავიხსენოთ ზუგდიდის ბავშვთა გუნდებში იქ თამაშობდით ენგორ კომბინატის გუნდში ხო როგორ იყო ეს ნუ მე პირველი მწვრთნელი ვიყავდა ჯუმბერ ახალაია ხო და მერვე კლასში გადავედი როგორც ბევრი დასავლეთიდან გდანის სპორტსკოლა ინტერნატში ვიყავი თბილისში ხო მე 63-იანი ვარ და მაშინ გდანის სპორტსკოლა ინტერნატში 64-იანების ძლიერი გუნდი ყავდა, ძალიან ძლიერი გუნდი. და იქ აღმოჩნდით იმ გუნდში? არა, იქ ვერ აღმოჩნდი. იქ ძალიან ძლიერი გურული იყო, არზიანი იყო. გია გურული ხო მაგალითად. ის იყო ჭანტურია იყო მეკარე. დიახ. ბევრი ფეხბურთელი და 63-იანების გუნდი არ იყო მაინც და მაინც ისეთი ძლიერი და რაღაც თამაშობდით რა ტურნირზე ღებულობდით მონაწილეობას, მაგრამ მაინც და მაინც ვერ ვიყავით. ხო და მე მომიწია და რომ დავამთავრე სკოლა, მომიწია ზუგდიდში დაბრუნება. ზუგდიდში რო დაბრუნდი იმაში ენგურქაღალ კომბინატს ყავდა მეორე ლიგაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში ყავდა გუნდი. ცხონებული გვაჩი ჯორბენაძე იყო, ძველი ფეხბურთელი. ხო და იქ ამიყვანეს გუნდში, იქ თამაშობდნენ მაშინ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მეორე ლიგაში ზუგდიდში დამთავრებული ჰქონდათ, კემულარია, პერტაია. დიახ. ხო და ის ძალიან ზუგდიდის დინამოდან გადმოსული. დიახ. ხო და ძალიან ძლიერი გუნდი ყავდა იმათაც იმ მეორე ლიგაში. მაგრამ კაცებიო მაშინ იმ დროზე თამაშით იქ ვიყავი, იქ ვარჯიშობდი და ერთი სეზონი ითამაშე. ვიტყვი რომ ზერითაჩი არც მითამაშია, ვიყავი, ვარჯიშობდი და თამაშებზე შევყავდით კიდე და მე მომიწია ჯარმა. აი ეს არის საინტერესო, ეს ნიჭიერი პერსპექტივული ფეხბურთელი, 2 წელი იყავი ჯარში. 2 წელი იმსახურე რუსეთში. საბჭოთა კავშირის ჯარი იყო. საბჭოთა კავშირის ჯარი. ვერაცდებოდით ამას. თუ გუნდში არ იყავი უმაღლესი ლიგის ან პირველი ლიგის ან სერიოზულ გუნდში, აუცილებლად ვიყავდა ჯარში. რა თქმა უნდა და მომიწია 2 წელი ჯარში წასვლა. სად სახურობდით? მოსკოვის რაიონი იყო, ადინცოვსკი რაიონი ერქვა ეს. იქ სპორტროტაში არ იყავი ჩვეულებრივ? არა, სპორტროტაში არა, აი ზაფხულში იყო, რომ მაგალითად ერთი კვირა რაღაცა თამაში იქნებოდა. ესე იგი ფაქტურად 2 წელი მოწყვეტილი იყავით. მოწყვეტილი ვიყავი. და მე დაბრუნდით ზუგდიდში და იმას ვიტყვი რომ იმ სიმძიმის ჩექმები მეცვა ფეხზე რომ გავიხადე ეგ ჩექმები მომემატა სისწრაფე.
ზუგდიდში რომ დაბრუნდით. ხო, ზუგდიდში რომ დაბრუნდი, ჯარიდან ჩამოვედი 83 წელს, ზუსტად იმ დღეს ჩამოვედი, როცა ბათუმის დინამო პირველ ლიგაში გადავიდა. ხო, 83 წელი იყო ნოემბერი, ხო, ხო. ხო, 91-ში წავედი, 83-ში დავბრუნდი. და დაიწყეთ ზუგდიდის დინამოში მიხვედით თუ როგორ? არა, ჩემი ახლობელი იყო იქ მუშაობდა ზუგდიდის იმაში საერთოდ დინამოში რა. მე უთხრა მწვრთნელს რომ რაღაც ჩამოსული არისო ჯარიდანო და ხო არ გასინჯავო. იცოდა თქვენ რომ თამაშობდით მანამდე იქ ენგურ კომბინატის გუნდში ამ კაცმა იცოდა? კი, აი იცოდა ყველაფერი. მე თბილისში სპორტ სკოლაში რომ იყავით იცოდა. კი. სიჩქარები რომ გქონდათ, მithumetes ჩექმა რომ გაიხადეთ. ხო და რო იმავსკენი მივედი ვარჯიშზე, დამიძახა ის ბადრი დანელია იყო. ავტოდანელია ბოდიში. ავტოდანელია იყო ის მწვრთნელი და დამიძახა და ვივარჯიშე პირველი ვარჯიში და მითხრა ხვალე მოხვალ ისევ ზეგ მოხვალ და დაგაგზელდა ესე. და ზუგდიდის დინამოს ფეხბურთელი გახდით 84 ზუგდიდის დინამოში რო დაიწყო სეზონი ჯარიდან ჩამოსული რო დავიწყეთ ახალი სეზონი ეგრევე ძირითადად ზუგდიდის დინამო საქართველოში მანამდე იყო საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში. მაგრამ 84-ში იყო იმაში საქართველოს ჩემპიონატზე და მაშინ ორი სეზონი თამაშეთ ზუგდიდში. მაშინ იმ 84-ში ავიღეთ საქართველოს თასი, მაშინ ეს დაბალი ლიგის გუნდები თამაშობდნენ საქართველოს თასს. ხო, დაბალი ლიგა რა ის ვინც საკავშირი ჩემპიონატში თამაშობდა. ხო, მეორე ლიგა, პირველი ლიგა და უმაღლესი ლიგა იყო. დანარჩენი ყველა თამაშობდა. საქართველოს ჩემპიონატის თასს. საქართველოს თასს. მახსოვს გალიმზეორთან თბილისის დინამო სტადიონზე ვითამაშეთ, მოუგეთ ფინალი 3-0 მოუგეთ. ხო და მე ვითამაშე ის 85 სეზონით ზუგდიდში ვითამაშე იმაში 86-ში აღმოჩნდით 86-ში გამომიძახეს მე თბილისის დინამოში. ეს მოხდა როცა იმ დროს 86-ში ნოდარ ახალკაცი იყო მწნელი. ნოდარ ახალკაცი ბატონები ნოდარ. თვითონ ნახა თქვენი მატჩი ზუგდიდის დინამოს გუნდში თუ ვიღაცამ ნახა და მან ურჩია თუ როგორ იყო? თამაში ქონდა იმასთან ოჩამჭირის ამირანთან ქონდა თამაში და 85 წელი. 85 არა 86 წელია 86 წელია დაწყებული და იმან ნახა თამაში ამირანთან თამაში მოვიგეთ თუ სწორად მახსოვს, ვიცი რომ სწორად მახსოვს 6 გოლი გავიტანე და 6-დან 3 მიგავიტანე და დამიძახეს მე იმან ბატონმა კავთიაშვილმა მაშინ ფეხბურთ დინამოს საბჭოს თავმჯდომარე იყო მე თუ კარგად სწორად მახსოვს. მან ურჩია რეკომენდაცია მისცა ნოდარ ახალკაცს. და იმას უთქვია მე არ ყოფილი ვარ იქ ხა იმ თამაშის მერე და სუფრასთან უთქვია რომ ამასო დინამოშიო გამოიძახებენო კარგად თამაში. მოეწონა თქვენი თამაში. მოეწონა თამაში. შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერი, შემთხვევით. აუცილებლად მოხდებოდა როდესღაც, მაგრამ იმ დღეს მოხდა ეს დამხევა. უკვე 24 წლის ვიყავი, როცა დინამოში გამომიძახეს და მაშინ არ იყო ეს ამწროვანების ფეხბურთეს იშვიათად თუ და საქართველოს პირველობიდან არ დაგიძახებდნენ. კი, ან მეორე ლიგაში უნდა ყოფილიყო, ან პირველ ლიგაში და იქიდან ეძახდნენ, ან ქუთაისი, ან ბათუმი, ან სოხუმი, ან გურია. ხო. აი ესე მომიწია ჩამოსვლამ თბილისში და რა ვიცი მე ერთ წელიწადზე მეტი წელიწად ნახევარი თამაშეთ თბილისის დინამოში, მათ შორის ამდენიმე მატჩი უმაღლეს ლიგა ძირითად შემოდგომაში საქართველოს საკავშირის თასზეც და მე აღმოჩნდით ქუთაისის ტორპედოში. ახლა იქ ძნელი შეიცვალა, ახლა ცოტა პაუზას რა კუთხით გავაკეთებთ. მე დაუბრუნდები თქვენ კარიერას, მაგრამ ახლა მინდა ვიდეო ვთხოვოთ ჩართო გერმანიაში თქვენი თამაშების ვიდეო ფრაგმენტი, როცა უკვე ასაკში ხართ, ეს 90-იანი წლების ბოლო 2000-იანი წლებია, ხო, როცა მეოთხე მესამე ლიგაში, თუ შეიძლება ის ვიდეო ჩავთოთ, პატარა მონაკვეთია რომ მოусმინოთ, რომ არ გადავღალოთ მაყურებელი ტექსტობრივი ინფორმაციით, თუ შეიძლება. In der Trierer Verteidigung. 23. Minute, ein Zuckerpass von Dirk Metternich und dann ist er entwischt. Der Biggie 1:0 für Bürgers durch Big Wawa und der Zeit also 1:0. Nach dem Wechsel öffneten die Bonner ihr Spiel und Borussia wurde noch überlegener. Melory Big Wawa der Georgier, unnachahmlich in dieser Szene, 53. Minute, das 2:0 für Neunkirchen.
Kraftvoll und elegant, da gab's kein Halten. Verdient auch ესე იგი, გერმანელ კომენტატორებს არ უჭირდა თქვენი სახელის გამოთქვა მელორი, ხო? მემერებით გამასამ ცალკე. ნუ ბიგვავაც კარგად გამოთქვა, კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი იყო, მაგრამ ეს უფრო კარგი ხარისხის იყო. ეს იყო რომელი წელია ეს, რომელი წლებია ეს? ეს არის 95 წლის პირველი და ის მეორე, ნუ რამოდენიმე ისა 90-იანი წლების ბოლო. უკვე 40 წლის ვიყავი, როცა ხო, სხვადასხვა წლებია, მეოთხე ლიგაში ბომბარდირი გავხდი. Borussia Neunkirchen, ხო? Borussia Neunkirchen-ი FC Saarbrücken-ში თამაშობდი. ხო და მე კიდე ვიყავი სხვა გუნდებში, აისბახტალი იყო, ესეთი კაი გუნდი იყო, ვირგესი. ახლა ფოტომასალა გამოჩნდება ეს გერმანული გაზეთში არის, ხო? გერმანულ გაზეთში. ახლა მივადევნო თვალყური ამ ფოტომასალას, ეს უკვე გერმანული პრესა ბევრი დაიბეჭდა სხვათა შორის თქვენზე, რომ 45 წლის აქამდე ეს სად არის გადაღებული? ეს FC Saarbrücken-ში თამაშობდი. Saarbrücken-ში რომ თამაშობდით. გასაგებია, იქ ორი სეზონი იყავი თუ? იქ ორი სეზონი 33 წლის ვიყავი, როცა მიყიდეს იქიდან ნოინგერშენიდან. შეიძინა გუნდმა. ეს თქვენ ხართ აქ ისიც Saarbrücken-ის გუნდია ეს თუ? ხო, ეს არა, ეს ნოინგერშენის გუნდია, აქ დიმიტრი პაპავა მარჯვნიდან. დიმა პაპავა გაგრელი, რომელიც სოხუმის ხუმში თამაშობდა, ქუთაისის ტორპედოში და მე გერმანიაში დიდი ხანი თამაშობდა. ეს თქვენი სავიზიტო ბარათი იქ ის გუნდებია ჩამოთვლილი, სადაც თქვენ გითამაშიათ საქართველოში და გერმანიაში. ეს გერმანელების მიერ გაკეთებული, კიდევ გამოჩნდება რამდენიმე ფოტო ახლა. ეს არის რომელი ეს ზედასურათი არის Saarbrücken-ი, FC Saarbrücken-ი და ქვედა Borussia Neunkirchen-ი. იქ ორჯერ დაბრუნდით, ხო? იქ ორჯერ, ხო, Saarbrücken-ში რო გადავედი, ორი სეზონი Saarbrücken-ში 94 წლიდან თამაშობდით გერმანიაში 12. ეს გერმანული ერთ-ერთი გერმანული გაზეთია, სადაც მე ახლა ცოტა ვიცი გერმანული და რომ დავიკითხე ძალიან ლამაზად. აი ეს თუ ის საინტერესო არის, აქ მწვრთნელი იყო ერთ-ერთი, რომელიც მერე გადადგა, ნუ მოხსნეს მწვრთნელობიდან და იქ დავინიშნე მე მწვრთნელად. იმ გუნდში, ხო, გასაგებია, ხო. ეს უკვე ეს არის ჯილდო თუ? არა, ეს გოლის საუკეთესო თვის. ეს სად არის გადაღებული? ეს არის Borussia Neunkirchen-ი. ხო. იქ თამაშობდით თქვენ რამდენიმე წელიწადი თამაშობდით. და დაბრუნდით ჯერ იქ. კიდე მე რო წავედი Saarbrücken-ში, ისე უკან აქ ვინ არის ახლა ამ ფოტოებზე? აქ არის ანდრეას ბრემეც ხონებული, შუაში რო დგას. სოფლიო ჩემპიონატის ფინალში პენალი რო გაიტანა არგენტინის ძინაამდე. ამათან ამხანაგური თამაში ჰქონდა Kaiserslautern-თან. დიახ. ეს არის ბათუმის დინამო. ბათუმის დინამოში 88 ან 99 წელი. ხო, 88 პირველი ლიგა საკავშირი ჩემპიონატის, კარგი გუნდი იყო ბათუმის გუნდი, საინტერესო კარგი გუნდი. ეს იმდროინდელი მატჩის ეპიზოდია, ეს თასი იქ რა ქვია, გერმანიაში თასი რო ავიღეთ. ეს თასი იმ ლიგის თასი თუ როგორ არის? ეს თასი არის იმისი, აი კუთხეებად მიწის თასი რო არის, ის მერე გადის იმაზე გადის მერე იმაზე ოფიციალურად. ეს თქვენი ოჯახის წევრები არიან? კი, ჩემი ბიჭები არიან. მეუღლე და ორი ბიჭი. კი. ორივე ფეხბურთს თამაშობდა, ხო ვიცი? კი, ორივე თამაშობდა. სახელები? ზურაბი და სანდრო. და მე მიატოვეს. უფროს 18-ის რო იყო ის კიდე თქვენი ოჯახი, მეუღლეს რა ქვია სახელი? მაია. საქართველოდან, აქედან დაოჯახებული ზუგდიდელია. დიახ, ძალიან კარგი. ესე იგი, რადგანაც ზუგდიდელია, თქვენ იცით მეგრული და მანაც იცით და. კი, რა. ხო, გასაგებია. ბიჭებმა მიატოვეს. ეს არის სოხუმის ხუმში რო ვიყავი ის პერიოდი. 92 წელი, ხო, 92 წელი სულ ერთი სეზონი იყავით სოხუმის გუნდში. მე იმას ცალკე დაუბრუნდებით. შემდეგ გამოჩნდება კიდევ ახლა ერთი ფოტო, რამდენიმე ფოტო დარჩა, საინტერესოა. ეს თქვენი ძმა არის? არა, ეს მე ვარ. ბოდიში. მე ახლა შორიდან ვხედავდი. ხო, ეს მე ვარ, როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების მაისურით მიწევს ყურება. მე ვიცი რომ თქვენი ძმები აქ არიან საქართველოში და ზუგდიდში ცხოვრობენ, ხო, ზუგდიდში? კი, და იმაში. და ერთი ფეხბურთელი იყო თუ როგორ? არა, ბავშვობაში სამივე კარგად თამაშობდით და კაცმა არ იცოდა ვინ გახდებოდა ფეხბურთელი და რავი, ყველამ თავის ვინ თამაშობდა კარგად? ჩემი უფროსი ძმა სისტრაფითაც უფრო სწრაფი იყო ვიდრე დათო.
ესე იგი, მაგრამ თქვენ აჯობეთ მე ხო? და მე იმან სწავლის ხრი წავედი და მე ფეხბურთის ხრი წავედი და ამ ფოტოზე, ეს კი კიდევ ერთი გერმანული გაზეთია. გასაგებია და თქვენი ძმები ახლა არ თამაშობთ ხო, როცა ჩადიხართ გასაგი? არა, ახლა არ გვიწევს თამაში. გასაგებია. ახლა მინდა გკითხოთ, დაუბრუნდებით ახლა. ეს სად არის გადაღებული? ეს საავად ნოინკირშენი იყო. ხო. ესე იგი ჩვენ საუბარი შეწყდა იმით, რომ 96 წლებში იყავით თბილისის დინამოში, მერე ქუთაისის ტორპედო, მერე ბათუმის დინამო და აღმოჩნდით სოხუმის ხუმში. 92 წლის ზაფხულში, ხო? 92. გურამ გაბისკირია მოგიწვიათ, ხო? სოხუმის ხუმში, რომელიც იყო საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. სოხუმის ხუმი და თბილისის იბერია დინამო იმ წელს გავიდნენ ევროთასებზე, უნდა განაცხადში იყო UEFA-ში და ივლისში იყო UEFA-ს კონგრესი, სადაც ატომღაც ვიღაცეების რჩევით, აქედან კი არა, რჩევით გადაწყვიტეს, რომ საქართველოში ივლისში მძიმე სიტუაცია იყო, არისო და ამიტომ ორივე გუნდი ჩახსნეს თბილისის დინამოზე სოხუმის ხუმი და თქვენ მაინც მოასწარეთ სოხუმის ხუმში ომის დაწყებამდე 14 აგვისტოს 92-ში დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც გაგრძელდა 93 წლის სექტემბრის ბოლომდე. და იმ დროს თქვენ მოასწარეთ საქართველოს სოხუმის ხუმში პირველი თამაში მახსოვს სოხუმში აგვისტოში იყო ხაშურთან. ძალიან ძლიერი გუნდი იყო. ხაშურთან იყო პირველი თამაში და ვაგებდით 1-0-ს მალხაზ ლაცაბიძე თამაშობდა მაშინ ხაშურში. ყველაფერს კარგი გუნდი იყო. მაგარი გუნდი ყავდა, კაი გუნდი ყავდა და 15 წუთი იყო დარჩენილი და მე 4 გოლი გაუტანა. 4-1 მოუგეთ. 4-1 მოუგეთ. მე რამდენიმე დღეში მეორე ტურ უნდა ყოფილიყო გადაიდო ეს მატჩი, მე ეს ომი რომ დაიწყო და მე სოხუმის ხუმი ცოტა პერიოდი იყო წყალტუბოში, იქ ვარჯიშობდით, ხო სხვა სიტუაციები, პირობები მე თბილისში, მაგრამ ის სეზონი ფაქტიურად არ იყო თქვენთვის კარგი, იმიტომ რომ არეული ამ სიტუაციაში ძალიან რთული იყო და მე სოხუმის ხუმის შემდეგ 94-ში წახვედით გერმანიაში. 93-ში წავედით სინჯებზე. ხო და მაშინ ცოტა სხვანაირად იყო, ვითომ ისეთნაირად არც საქართველოს კონდა გამოცდილება იმისი, რომ ფეხბურთელების ტრანსფერების და ისე მოხდა, რომ ისეთ გუნდში მოხვდით, რომელსაც ფორმაცია ვორმსი იყო. თქვენ და მიშა ჯიშკარიანი იყავით. ერთად, ხო, მე მიშა ჯიშკარიანი და ლევან აყიფიანი. და ლევან ყიფიანი. მიშა თამაშობდა სოხუმის ხუმში, 92-ში აღიარეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად სეზონის შემდეგ. და მე კიევის დინამოში თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგას ნათამაშები რამდენიმე მატჩი, მათ შორის PSG-სთან ითამაშა 94-ში და მიშასთან ერთად აღმოჩნდით ფორმაციაში და მე როგორც კოსმოსიდან მაცნობეს და გერმანელებმა დამიდასტურეს, დორტმუნდის ბორუსია იწვევდა მიშა ჯიშკარიანს თქვენთან ერთად ნახეს, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო სულთა არაფეხბურთული მიზეზების იქ ტრანსფერის ამბავში ვერ მოხდა მისი გადასტავა. როგორ იყო სინამდვილეში? მე მგონი კოსმოსიდან თქვენ სუსტ ინფორმაციებს ღებულობდა. ის ზუსტად მასე იყო მიშამ იქ სინჯებზე იყო დორტმუნდში თამაში ჰქონდა, ხო, პოლსენი თამაშობდა იმ თამაშს მიშასთან ერთად ტრამირებული, აი ვინც ტრამირებული იყო და ფორმის ასაღდგენად მეორე დღეს თამაშობდნენ კიდე ჩემპიონატის მეორე დღეს თამაშობდა ის გუნდი და ის ფეხბურთელები რომლებიც ფორმა რო აღედგინა და მიშამ ითამაშა ის თამაში მოიგეს იმათაც ისეთ გუნდთან ითამაშეს პირველ ბუნდესლიგის რეზერვთან ხო და ორი გოლი გაიტანა. ორი გოლი 2-2 დამთავრდა თამაში, ორივე გოლი მიშამ გაიტანა, ჰიცველდი ესწრებოდა მაგ თამაშს და ძალიან უნდოდათ ბორუსიაში. ალბათ ამაზე უკეთესი შანსი რა იყო მიშა. მაგრამ ვერ მოხერხდა იქ ეს. აი ჩაიშალა რაღაცეები, მიზეზები არის. მენეჯერები ტრანსფერების. აცი უკვე ეს ყველაფერი გვიანა. და მე მიშა 94-ში რამდენიმე თვის შემდეგ აღმოჩნდა კიევის დინამოში ფომენკომ დაუძახა, ძნელმა ფომენკომ და ჩემპიონთა ლიგაც ითამაშა და ვიცით ეს. თქვენ დარჩით გერმანიაში, ესე იგი თქვენ ვისთან დიმა პაპავსთან ერთად თამაშობდით ერთ გუნდში თუ როგორ იყო? მე და დიმა ჯერ მე ვიყავი იმ გუნდში, ჩვენ მე იქ ხო 94 წელს ახალი მესამე ლიგა შეიქმნა, ხო და რო გადავედით ის გუნდი ნოინკერშენი, მაშინ თხოვეს მე თუ მკითხეს, რა ვიცი, გერმანული მეც არ მესმოდა, მაგრამ რაღაცა რუსული იმით თარჯიმანით. ხო, ვის გვირჩევდო?
გვინდაო დამცველიო და ეს იყო დიმა პაპავა წამოვიდა მერე საქართველოსდან. და აქედან მოიწვიეთ, ხო? დიმა როსთანად ერთად თამაშობდით თქვენ ქუთაისის ტორპედოში თუ არა? ქუთაისის ტორპედოში და სოხუმშიც და ხო დიმა კარგი ფეხბურთელი იყო, კარგი სტაბილური მოთამაშე, გაგრილი კაცი. რა მაინტერესებს გერმანული მე რეისწავლეთ ნელა, ხო? მე იმას ყოველთვის მასე ლაპარაკობ, რომ ჩემ გერმანულის მასწავლებელმა რომ გაიგოს გუთენ ტაგს რომ ვერ მათქმევინებდან სკოლაში. ხო. დღეს ალბათ ფაქტურად 33 წელია ცხოვრობ გერმანიაში, ხო? არა, რა თქმა უნდა, ცხოვრების უფრო მეტი უკვე გერმანიაში ვარ, 33 წელი. 33 წელი. ესე იგი 63 წლის ხართ, ცხოვრების ნახევარზე მეტი ცხოვრობ გერმანიაში. მე მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას, ალბათ მოვა ეს დროც და საქართველოში დაბრუნებას ოჯახთან ერთად არ ვიცი თუ მეუღლესთან ერთად, მაგრამ ჩვენ ძალიან გაგვიხარდება. ახლა თქვენ კარგი სპორტული ბიოგრაფია გაქვთ, იქ ვიცი მუშაობთ, თქვენი შვილები იქ არიან და რა მაინტერესებს კიდევ. მე მელორი არ ქონდა ნანახი ძალიან დიდი ხანი 93 წლის შემდეგ და 2024 წლის იანვარში მანჰაიმში, როცა ტარდებოდა ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში, საქართველოს ნაკრები ეთამაშებოდა პირველი მატჩი იყო მგონი, პირველ მატჩში ვიყავით. შვედეთი იყო, არ მახსოვს. მე მგონი შვედეთი. ხო, და პირველი მატჩის შემდეგ, შემთხვევით მატჩის შემდეგ იმ ტერიტორიაზე ვნახე მელორი მის მეგობრებთან ერთად და იმავე წუთში ჩამოუთვალე ის გუნდები, ერთი გუნდი დამავიწყდა, ხო, ერთი გუნდი, მაგრამ უცბად ვიცანი არ შეცვლილა, როგორც იყო დაახლოებით, ახლა ზოგადად ადამიანი იცვლება, მაგრამ იმდენად ისე არ შეცვლილა, რომ ვერ ვიცნობდი. რაც თავარია გამიხარდა, გვაქვს ურთიერთობა და მელორ ბიგო ახლა სახელზე გითხარით. ეს ახლა მე ვიცნობდი ორ მელორს ძალიან კარგად მე-20 საუკუნეში. ეს იყო ერთი იყო მელორ სტურუა, მე-20 საუკუნის ჟურნალისტიკის გიგანტი, ქართველი კაცი, რომელიც თბილისში დაიბადა, გაიზარდა, სკოლა დაამთავრა, მერე მოსკოვში დაამთავრა სპეციალური ინსტიტუტი და მუშაობდა იზვესტიის კორესპონდენტად ინგლისში, ფეხბურთის დიდი მოყვარული, პოლიტიკური მოხილველი იყო. მელორ სტურუა, მერე მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბევრი წიგნის ავტორი, ადამიანი, რომელიც იმ დროს ცენზურის დროს ახერხებდა ძალიან ოსტატურად იმ იზვესტიაში, იმ სტატიებში ბევრი ისეთი რამის თქვას, რომელიც სხვა ვერ გაბედავდა, აძლევდნენ ამის საშუალებას, ეს დამსახურება ამისი და პლუს რამდენიმე წლის უკან გარდაიცვალა მელორ სტურუა და კიდევ ვიცნობდი რამდენიმე ადამიანს, ვინც ესე სახელი ჰქონდა და გეტყვით ახლა. შეგიძლიათ დაგუგლოთ. იმ დროს მოდაში იყო ასეთი სახელები: მელორ, ვილორ, მარქს, ენგელს, ლენინ, ოქტომბრის რევოლუცია. ხო, ალბათ ვიღაცა ნათესავმა ურჩია თქვენ 63-ში ხარ დაბადებული, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში იცოდნენ ისეთი იშვიათი სახელები, მაგრამ კარგად ჟღერს, ხო? მელორი იქ, გერმანული კომენტატორი, კარგად მელორი, ხო? მე საერთოდ გვარიც შემიცვალეს, შემიმოკლეს. ბიგის მეძახიან საერთოდ. ეს ზედმეძახელი. ხო, ზედმეძახელა ბიგბავას მაგებრად ბიგი. უჭირთ კომენტატორს არ უჭირდა, ხო? არა, ის არა და თავისუფალი ის არის რა, სათქმელი. კი. არა, შეგიცვალეს კი, ზედმეძახელი. ზედმეტი სახელი პირველმა წვრთნელმა. უჭირთ, ხო, ახლა ამდენი წვრთნელმა დამარქვა ესე ბიგიო და იმის მერე დავრჩი ისე. გასაგები. არა და ისე იმას ზუგდიდში ბიგას მეძახდნენ. ბიგას და იქ ბიგის. ზუგდიდში ბიგას, ხო, იქ ხომ არ უჭირდათ ბიგოვას წარმოთქვა, მაგრამ დიდი მადლობა მელორ, ჯერ კიდევ ჩავერთვებით. ახლა ბოლოს გადაცემის ბოლოს რამდენიმე სიტყვით მინდა ვთქვა იმ ღონისძიებაზე, უნიკალურ ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდება 2 ივნისს 2-დან 6 ივნისს ბათუმში, გაიმართება
საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ხა გამოჩნდება ფოტო მასალა. საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება ბათუმში. ამ ღონისძიების ინიციატორი არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და მხარდაჭერი არის საქართველოს მთავრობა, სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმის მერია. კადრებზე ხედავთ თქვენ 21 აპრილს გაიხსნა ბათუმში გაიმართა ამ ფესტივალის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა 21 აპრილს და ბათუმში გაიხსნა ამ ღონისძიების სპეციალური ბათუმის ოფისი. პირველი ამ ღონისძიების წამყვანი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილი, სიტყვით გამოვიდნენ სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბილოვი, სპორტსმენები, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან საინტერესო ღონისძიება იქნება წინა გადაცემაში ელგუჯა ბერიშვილი, წინა გადაცემაში რამდენიმეჯერ ჩვენ აღვნიშნეთ, გავიმეორებ. ამ ღონისძიებაში ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში, ვიტყოდი ასე, ახალგაზრდულ ოლიმპიადაში ბათუმში მიიღებს მონაწილეობას 1200 სპორტსმენი. იქ გუნდური პრინციპია 12 რეგიონის გუნდი, 11 საქართველოს ისტორიული რეგიონები პლუს თბილისი ცალკე იქნება გუნდები, 17 სახეობაში გაიმართება ეს ეროვნული ბოდიში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ასაკობრივი ცენზი არის 14 წლიდან 17 წლის ასაკამდე. ამ ასაკის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას ამ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში. ეს არის პირველი ასეთი ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. ფაქტიურად მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ინტენსიური მზადება მიმდინარეობს ამ დღეებში, ამ ბოლო კვირეებში. ბატონ ელგუჯა ბერიშვილი არის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ეს იქნება საკმაოდ სერიოზული და მასშტაბური ღონისძიება. გახსნა გაიმართება ორევნის ბათუმის იმ ულამაზეს საფეხბურთო სტადიონზე თავისი სპეციალური პროგრამით. დახურვა 6 ივნის ბათუმის ბულვარზე, როგორც მე ვიცი და უნდა ადევნოთ თვალყური Facebook გვერდს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და არის კიდევ სპეციალური Facebook გვერდი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. იქაც გამოქვეყნდება ყოველდღე არა, მაგრამ კვირაში რამდენიმეჯერ და მაისში უფრო ხშირად ინფორმაციები, შესაბამისი ინფორმაციები, რომელ სახეობებში არის იქნება ეს შეჯიბრებები 17 სახეობაში, 12 გუნდი, გუნდური პრინციპებით 11 რეგიონი პლუს ისტორიული რეგიონი, მათ შორის იქნებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილი სპორტსმენების გუნდი, დევნილობაში მყოფი სპორტსმენების გუნდი აფხაზეთის სახელით და თბილისის გუნდი ცალკე. გასაგებია, რომ დიდი ქალაქი, დიდი სპორტული პოტენციალის მქონე ჩვენ საქართველოს დედაქალაქი და ყველას ურჩევ, ვისაც აქვს ამის სურვილი, ჩაერთოს ამ ფესტივალის პერიპეტიებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გვერდზე, Facebook გვერდზე, საიტზე და არის კიდევ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სპეციალური გვერდი. 2-დან 6 ივნის ჩათვლით ბათუმში გაიმართება საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა ყოველთვის აღნიშნავს, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღეს არა მარტო საქართველოს ცენტრალური მთავრობიდან, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან და ბათუმის მერიიდან. აიმით შემოვიფარგლებით დღეს და შემდეგ გადაცემებში უფრო დეტალურად გაგაცნობთ ამ ინფორმაციებს. მელორ, დაგიბრუნდები თქვენ, მელორ ბიგვავას ერთი კითხვა მაქვს ახლა კიდევ დამატებით. თქვენ იყავით ევროპის ჩემპიონატზე, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 წელს ფეხბურთში ეროვნული ნაკრები თამაშობდა, რამდენი მატჩს დაესტარეთ, ხო იქ? და ეს როგორ აისახა, გერმანიაში ცხოვრობთ, თქვენ ხომ მუშაობთ, აი ეს მაინტერესებს, როგორ აისახა თქვენ ურთიერთობაზე გერმანელებთან, ცნელებთან, ვეტერან ფეხბურთელებთან, მოკლედ ოღონდ გადაცემა ვთავრდით.
მე იმითა ვარ ბედნიერი, რომ ლუქსემბურგთანაც საქართველოში დავესარი, შესაძლებლობა მომეცა, ჩამოსული ვიყავი ამ თამაშზე და იმასთან საბერძნეთთანაც იმ დიდ გამარჯვებამ რომ მოგვიწია ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა. სპეციალურად ჩამოხედით თბილისში. სპეციალურად მარტო ამ. და იქ გერმანიაშიც დაესწრა. იმის შესაძლებლობა მომცა ერთმა ახლობელმა, მაშინ ბილეთის ამბავი ძალიან ძნელი იყო. მაჩებზე ხო. იყო. გვარი არ დავასახელოთ, რომ თორე ნახევარი საქართველოს საზმაკაცო მასწავლს. ისედაც თხოვს ნახევარი საქართველოს, მაგრამ არ დავასახელებ, მაგრამ აქედანაც ვუხდი დიდ მადლობას მაგამბავზე. ხო და მაგბილეთებზე. დიდი მადლობა მელო. იქ კიდე აჟიოტაჟი ქონდა სიმართლეს გეტყვით, რომ მთელი გერმანია აი როგორც ეს გულშემატკივრების რანაირად ეს რაღაცნაირად თეატრალურად მიდიოდა იქ ყველაფერი საქართველოს დიდი სახელი გაიტანა. დიდი მადლობა მელო, შეგაწყვეტინებთ ჩვენი დრო ამოიწურა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. დღევანდელი გავიმეორებ პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორი კორცმენი საქართველოს დამსახურებული ძნელის ბატონ ჯამრით ხუღაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. ჩვენი გადაცემის დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო გერმანიაში მცხოვრები ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი მელორ ბიგვავა. დიდი მადლობა მელორ გენაცვალე. გუშინ 27 აპრილს ჩამოვიდა დღეს გვესტუმრა გადაცემაში, წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული. ამ გადაცემის ლილობისა ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე თემურ ქეცბაიას დანიშნაზე თბილისის დინამოში და ვისაუბრეთ აგრეთვე ბათუმში დაგეგმილ საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალის შესახებ. დიდი მადლობა, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს, კარგად ზანდებოდეთ. აბაულა.